დიდი მითქმა-მოთქმა ევროპა წართმეულებში კალენდართან დაკავშირებით. თითქოს ძალიან ნერვიულობენ ჩვენ მართლმადიდებლები, როდის ვიზეიმებთ შობას. რამდენჯერაც არ უნდა აუხსნა მათ, რომ ახალი წელი დღესაა, ანუ იუნიუსის კალენდრით, რომლის მიხედვითაც მიყვება საეკლესიო დღესასწაულები, დღეს არის 1 იანვარი. ამიტომ შობას, როცა ჩვენ ზეიმობთ, არის 25 დეკემბერი. ეს რამდენჯერაც არ უნდა აუხსნა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ისინი იმიტომ კი არ ჭყალებში ნერვიულობენ, რა დღეს ვიზეიმებთ ჩვენ ქრისტეშობას, რომ ვითომ მართლა აინტერესებთ ეს, არამედ დასავლეთიდან აქვს დავალება, რომ ჩვენს ეკლესიაში მოახდინონ საეკლესიო კალენდრის ცვლილება, რაც ავტომატურად გამოიწვევს საეკლესიო განხეთქილებას. შესაბამისად საქართველოს დაშლას და დაშლილი და დაქუცმაცებული ქვეყნის მართვა და ჩრდილოელ მეზობელთა ომში ჩართვა უფრო ადვილია, რაც გაუკეთეს უკრაინას. საეკლესიო დაშლა მოახდინეს, იქ 4 ნაწილად გაყვეს ეკლესია, შემდგომ ქვეყანას ერთმანეთს დაუპირისპირდა და დღეს რაც ხდება უკრაინაში, ყველა მშვიდობად ხედავთ. ევროპა წართმეულებო, თუ კი თქვენი ოცნება კალენდრის ცვლილებაა და ისე ევროპაში ვერ შედიხართ. 106 წლის წინ, როდესაც რუსეთში მოხდა წითელი რევოლუცია თუ გადატრიალება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ზამთრის სასახლე რო აიღეს ბოლშევიკებმა ლენინის მეთაურობით, ერთ-ერთი პირველი დეკრეტი, რაც მიიღო ლენინმა, ეს არის დეკრეტი დროის შესახებ და ის გადავიდა ეგრეთ წოდებულ თქვენიან ევროპულ კალენდარზე. და ანუ რა გამოდის? რაზედაც თქვენ ოცნებობთ ევროპა წართმეულებო, ევროპაში შეცვლაზე? ლენინმა 106 წლის წინ შეგასწროთ? ეს ისე იუმორისთვის, რა თქმა უნდა, თუმცა მიზანი მათი ამ კალენდარზე მსვლელობისა და ვითომ რო ვერ გებულობენ, არის მხოლოდ ერთი და მხოლოდ ერთი საეკლესიო განხეთქილების პროვოცირება. ვისთვისაც ეკლესია დედა, საქართველოს სამშობლო და ვინც მოქმედებს საქართველოს ინტერესებით, მისთვის ეს ძალიან მარტივი დასაწყისია. ღმერთმა მოგცეთ ძალა, ჩემო ქართველებო, რათა ამ უცხოეთის აგენტურის გეგმები არ შესრულდეს. გაგლოცოთ და გაგახაროთ მაღალმა ღმერთმა.